მოგესალმებით ყველას მეგობრებო, როგორ ხართ? ეხლა ამ წუთში სულ რაღაც 15 წუთის წინ მე ვიყავი დედა ანასთან და პირისპირ ვესაუბრე, პირისპირ ვუთხარი ის, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ. რომ მასთან ვიყავი, სტუმრად, ეს არ იყო სამუშაო საათები, მასთან იდგა ქალბატონი, რომელიც შეტრიალდა და მას კითხა, რომ შეიძლებოდა თუ არა ეს გიჟი შემოსულიყო, მე გარეთ ველოდებოდი, მე ის მომიტრიალდა, რომ არ შეიძლებოდა დედა ანასთან შესვლა და მე წამოვედი და გავბრაზდი და ჩავწერე ეს ლაიფიც და მოკლედ ასეთი რაღაცა და საქმე იმაშია, რომ კატეგორიული უარი იყო დედა ანასგან, რომ მეგითხარითო, არ შემოხვიდეთო და არა უშვილო, როგორ შეიძლება მე ესეთ რაღაცას არ ვიტყოდიო და თქვენ მეთქი უშუალოდ თქვენ არ გითქვათ, მაგრამ თქვენ კითხა იმ ქალბატონმა და ის ქალბატონი მომიტრიალდა და თქვენ გაიგეთ ეს ამბავი რა მითხრა მერე ასე და ესეთი საუბარი ქონდა რა და არაო მე ესეთ რაღაცას არ ვაკეთებო და სხვის ნალაპარაკებზეო მე რატომ მერჩითო, მე თქვი სხვა არ იყო ეს ქალბატონი, თქვენთან იდგა ეს ქალბატონი, თქვენ გესაუბრებოდათ, იყო როგორც ჩანს ახლობელი, შემდეგ მოგიტრიალდათ კითხათ ჩემს შესახებ, მოგახსენათ რომ გიჟი დგას კართან, ისევე როგორც როგორ შეიძლებაო ესე რომ თქვაო, ხო? ნუ საინტერესოა, მეც მაინტერესებს მეთქი ეგ რა. ილია მეორესა როცა მივედი მეთქი და იქ დავდექი მეთქი და 8 საათი დამაყუდეს მეთქი და არც კი მომილოცეს მეთქი აღდგომა დღერო დაიწყო. მაგიტომ თურმე გიჟი უყოფილ ვარ თქო რა და მოკლედ ერთი სიტყვით დედა ანა კატეგორიულ უარზე იყო, რომ მან არ მიმიღო. მეორე სიტყვით არ შეიძლება რომ გიჟს მიწოდებენ, გაიგეთ, მღვდლებო? დედა ანამ გითხრათ და გადმოგცათ. არ შეიძლება, როგორ შეიძლება უშვილო გაწონასწორებული გოგო ხარო, მშვენიერი, ჭკვიანი, წყნარი გოგო ხარო, გიჟს რატო გიწოდებენო? გესმის? მღვდლებო, გაიგეთ ახლა დედა ანასი. ჩემი თუ არ გესმის, დედა ანას კითხეთ, რომ გაწონასწორებული ვარ, ძალიან ჭკვიანი და წყნარი გოგო ვარ. გესმით? მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, ბევრი რო არ ვიხუმროთ ახლა, მართლა ვიყავი დედა ანასთან, ზუსტად ისე როგორც გითხარით მოვახსენე, ზუსტად იგივე სიტყვები მითხრა, რაც ახლა მე თქვენ გითხარით და ისიც ვუთხარი, რომ ეკლესიაში ბევრი ცუდი რამ ხდება და სხვათა შორის ეს პირბადე რო აქვს გამოკრული, თუ არ ვცდები, მართლა ფხაკაძის დანიშნულება არის ეგ, რომ პირბადეები გაასაღოს. და მეორე ის, რომ სამწუხაროდ ყველა დატყვევებულია ამ ეკლესიაში ყველა დატყვევებულია. ეხლა მეორე ვეკითხები იქ მდგარ მრევლს. აი ამ საკითხს როგორ ხედავთ მეთქი ეს პოსტი რომ გავაზიარე რა დედა ანასთან პირბადის გარეშე არ შეხვიდეთ მეთქი რომ წერია თქო რა და დედა ანაო ცუდად იყო ეს დღეებიო და ამიტომ უფრთხილდებიანო. მეთქი თქვენ მიდიხართ მასთან განსაკურნად? კიო. როგორ გავიგოთ მეთქი ახლა ეს? ავატყობთან მიდიხართ განსაკურნად? და ხობო, ეს იცი რომ როგორი მომენტიაო? ჯვარზე რო არისო ქრისტე გაკრულიო და რო ეუბნებიანო ქრისტესო, აბა გიშველოსო შენმა ღმერთმაო. რატო არ გშველისო? ქალბატონო, მეთქვი ძალიან ცუდ შედარებას აკეთებთ. ეს არ არის შედარება, რომელიც ახლა უნდა გაკეთდეს მეთქი რა. ჯვარს გაკრული ქრისტე და დედა ანა შეადარო ერთმანეთს. დედა ანას არც არავინ აკრავს ჯვარს და არც არავინ როგორ გითა სცემს და არც არავინ, თუმცა ტყვეობაშია კი, ტყვეობაში კი არის, ნამდვილად, ეკლესიის ტყვეობაში არის. ხო და მეგობრებო, ერთი სიტყვით, საინტერესო არის, რომ იქ მერე შავი კატა მოვიდა, რომელიც აქ ცხოვრობს და ერთად იდგნენ ის ქალბატონები, ვისაც ვესაუბრებთ, თქვენო გჭირდებათო, როგორც ჩანსო, აქ ხშირად სიარულიო, იმიტომ რომ შეპყრობილი ხართო, შეპყრობილიო კი არა ეს ახართო, რა ქვია, განსაცდელებში ხართო და მე თქვი თქვენ არ ხართ განსაცდელებში? განსაცდელებში ყველა ვართო, კი, მე თქვი მეც განსაცდელებში ვარ. მე გინ განსაცდელებში ვარ, რომ ეკლესიაში სანთლები და ვაჭრობა არ უნდა მიმდინარეობდეს, მე თქვი არც სანთლები და არც ხატები არ უნდა იყიდებოდეს. და თქვენ კიდე ქრისტეს სიტყვას ხას უსვავთ და მაინც
ეთანხმებით მეთქი ამ საკ რაო ხატები და სანთლები არისო ვაჭრობა მეთქი ვაჭრობა არის ვაჭრობა და ხატი გაიყიდება თუ მტრედი შესაწირად ეგ მნიშვნელობა არ აქვს მაგას ორივე შესაწირია და ორივე იყიდება ეკლესიაში რაც ქრისტესთვის მიუღებელია ხო და ბევრი რომ ვერ ამაყვირეს მეგობრებო საბოლოოდ კატამ გამოიარა შავმა აიო შავი კატაც მოვიდაო კი არ მოვიდა მეთქი ხალბატონო ეგ შავი კატა აქ ცხოვრობს საინტერესოა ძალიან საინტერესო დისკუსიები მიმდინარეობს ხოლმე როდესაც მე პირისპირ ვამხელ ხოლმე ხალხს და ასე რომ მეგობრებო იმას ვაკეთებ რასაც ქრისტე აკეთებდა რაც სამხელია უნდა პირისპირ იმხილოს გესმით ხომ გესმით ხო იქ ერთი დაახლოებით 15 კაცამდე იდგა რომელიც უცნაურად მიყურებდა ესე ალმაცერად მიყურებდა ალმაცერად და რომელსაც თავი ქრისტიანი ეგონა თუმცა როდესაც ადამიანმა ამხილა რომ ქრისტეს სიტყვას ისინი არ ასრულებენ ვეღარაფერი ვეღარ თქვეს ვერც დედა ანამ ვერ თქვა ვერაფერი მეგობრებო ასე რომ მე ილია მეორესაც თვალებში შევხედავ და მოვკითხავ კი განვიკითხავ მოვკითხავ რატომ არ მიიღო სტუმარი როცა ღვთისგზავნილი სტუმარი იყო მის კართან იდგა მის კართან ყველა სტუმარი ღვთისგზავნილია მეგობრო ყველა სტუმარი ღვთისგზავნილია სულ ერთია ის იქნება თამარი პეტრე პავლე თუ მიშა გესმით სტუმარი არის ღვთისა ჩვენ ეს გამოთქმა გვაქვს ქართველებს და ტყუილა კი არ გვაქვს მეგობრებო ეს გამოთქმა ხო და ღმერთი იმას მოკითხავს ვიზაც სტუმარი მიუგზავნა და მან კი ყურადაც არ იღო მისი ხმა იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა ამ ქვეყანასა ზედა იყო ერთი ქვეყანა სადაც ერთ დროს ცხოვრობდა თვითმარქვია უწმინდესი ხო და დედა ანამ რომ მოიხსენა უწმინდესი ილია მეორე უწმინდესად შევაწყვეტინე სტოპ მეთქი სტოპ ჩემთვის უწმინდესი არის ქრისტე ილია მეორე კიდე არის ილია მეორე მეთქი ხმა ვერ გამცა მის წინ ვიჯექი და თვალებში უყურებდი ასე როგორც მე და თქვენ უყურებთ ახლა თვალებში ასე რომ მეგობრებო უწმინდესი და უნეტარესი ჩემი პირადად არის იესო ქრისტე და ყველა დანარჩენი სხვა არის ის როგორც ქვია მას მე ვარ თამარი ის არის ილია ის არის პეტრე ის არის პავლე ის არის ნინო და ასე შემდეგ 21-ში ცუდი ამინდი ყოფილა მეგობრებო ეხლა გამაგებინეს 21-ში ჯვარზე რომ უნდა შევხვდეთ ცუდი ამინდია მაგრამ ქრისტემ ცუდი ამინდები და კარგი ამინდები არ იცის ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ და ვისაც გული გიწევთ ჯვრის მონასტრისკენ იქ ვიხილავთ ერთმანეთს ასევე 22 მარტს და 23 მარტს 21 მარტს 5 საათის მერე 21 მარტს დილიდან საღამომდე 22 მარტს დილიდან საღამომდე გელოდებით ჯვარზე ვისაც ჩემი გაცნობა გსურთ იქ გამიცნობთ მეგობრებო პირისპირ თვალი თვალსწილ პირი პირის წილ თუ როგორ იტყვენ ხოლმე თვალი თვალსწილ შევხედავთ ჩვენ ერთმანეთს ასე რომ დიახ მართალიაო ხათუნა წერს დიახ ჩვენ უნდა დავემსგავსოთ ქრისტეს და სადაც უსამართლობას ვიხილავთ უნდა ვამხილოთ პირდაპირ ზურგს უკან კი არ უნდა დავიწყოთ საუბარი პირდაპირ უნდა ვამხილოთ სულ ერთია იქნება ეს ილია მეორე დედა ანა იღუმენი თამარი თუ ვინ სკინდა ის ასე რომ კარგად იყავით ახლა მეგობრებო გემშვიდობებით დედა ანამ ყველა წმინდას მადლი შეგეციოსო მაინც დამლოცა აბა სხვას რას იზავდა იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა მანის ამბავი რა უსამართლობაც ხდება ეკლესიებში ხო და მე ამ სიტყვებით დავემშვიდობე ღმერთმა ინებოს მე თქვი რომ ეკლესია განიწმინდოს
ჩვენი სამოციქულო ეკლესია და ღმერთმა გამოგაჯამრთელოთ მეთქი ულოცე, დავლოცე მეც დედა ანა და ასე რომ ჩვენ დავლოცეთ ერთმანეთი. ღმერთმა გუშოლოს მეგობრებო, ღმერთმა ჩვენ ერთმანეთი დაგვალოცინოს, ვიდრე ზურგს უკან გვაჭორაოს. ხვდებით? ასე რომ ილია მეორესაც მალე ჩამახედებს თვალებში მამაზე ციერი, რომელსაც თავისი საქმე აქვს შესასრულებელი ჩემს მიმართ. აი ასე და სწორედ ასე დავლოცავთ ჩვენს ერთმანეთს. ახლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და ყველა წმინდა სალოცავის და ყველა წმინდანის ძალა შეგეწიოთ სრულიად საქართველოს ჭეშმარიტ ქრისტიანებს. შეგვეწიო სრულიად საქართველოს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მეგობრებო, მართლაც. გავიხაროთ, გავძლიერდეთ, საქართველო ჩვენია. საქართველო ღვთის არის. საქართველო არის ღმერთის, მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც ქართველებმა დაიგვიანეს, მიწას როდესაც ყოფდა უფალი, თავისი მიწა უფალმა ჩვენ მოგცა და ამ მიწას ქართველებს კი არა, თავის მიწას ჯოჯოებს და რეპტილოიდებს არ და როგორ გითხრათ, რეპტილოიდებისთვის არ ნაკლებად შემოინახა მან თავისი მიწა, თავის მიწას მხოლოდ ქართველებს უღობს უფალი იესო ქრისტე, უფალი მამაზე ციერი, მისი შვილი, მისი ძე იესო ქრისტე, ჩვენს მისნაირები ვინც ვართ. და იცოდეთ, რომ საქართველო არის მამაზე ციერის შვილის იესო ქრისტეს და მისი მშობელის მარიამის. მაშასა და მე ყველა წმინდა ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად იესო ქრისტეში არის გაძლიერებული, არის ამ ქვეყნის პატრონი. ვინც ვერ ახერხებთ 21-ში ამოსვლას, ან 22-ში, ან 23-ში, არა უშავს, მეგობრებო, ეგ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ღმერთმა მოგცეთ ძალა იქ გამყოფოთ, სადაც თქვენი ყოფნა არის საჭირო. ასე რომ ვინც ამოვა, ვინც ვერ ამოვა, ესე იგი არ იყო საჭირო, რომ ამოსულიყო და უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ის იქნება 21-ში, 22-ში და 23-ში. ამიტომ მე ნუ მებოდიშებით, მე ჩემთან საბოდიშო არაფერი არ გაქვთ, იმიტომ რომ მე იქ თქვენთვის არ დამიძახია, იქ ჩვენ ყველას ერთად ღმერთმა დაგვიძახა, მაგრამ რატომღაც ვიღაცებს გონიათ, რომ მე დაუძახე, არ დაუძახე. დაუძახე. რა შეიძლება იციან, დაუძახე ბიჭო, არ დაუძახე, არა. მე არ დამიძახია, მეგობრებო. მე უბრალოდ ის გითხარით, რაც ღმერთმა მითხრა, რომ მიხმო ჯვარზე 21-ში, 22-ში და 23-ში. ასე რომ უხრა კარგი ადგილია აქ, ძალიან კარგი ადგილია. ეხა გავისეირნებ მე. გაკოცეთ ბევრი და მეორე დაგემშვიდობეთ, ხო? მე საერთოდ პირველი დამშვიდობება არის ნიშანი ხოლმე, ანუ შემზადება და მეორე დამშვიდობება კიდე ახლოვდება დამშვიდობება და მესამე დამშვიდობება მართლა დამშვიდობება არის ხოლმე. იცით უკვე ალბათ თქვენ მიხვდებოდით. ასე რომ მე ვარ თამარი, მეგობრებო, ვინც არ მიცნობთ და ვინც ახლა შემომიერთდით ამ Facebook-ზე, ან YouTube გვერდზე, თამარ გეფარტი ინასარიძე, რომელიც საინტერესო თემებს აჟღერებს ხოლმე და გაუზიარეთ არხი თქვენ მეგობრებს, სხვათა შორის ძალიან ბევრი მადლობას მიხდის, ძალიან ბევრი მიკავშირდება იმ თემებთან დაკავშირებით, რა თემებსაც მე ვაჟღერებ, ძალიან ბევრი ადამიანი არის დიდად მადლიერი ჩემი, ძალიან ბევრი ადამიანს სწუროდა ეს ინფორმაციები, რასაც მე ვაჟღერებ და ძალიან ბევრი ადამიანის მადლიერი ვარ მეც, რომ მიზიარებენ თავიანთ მადლიერებას, ხვდებით და ჩვენ ერთმანეთს მადლიერებით ვაძლიერებთ, ასე რომ
გაუზიარეთ ახლა ნუ შეგეშინება და ნუ შეგწყვებათ, იმიტომ რომ ეს თემები იმდენად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რომ даже შეიძლება ადამიანს იმდენად სჭირდებოდეს, რომ თვითკვლელობიდანაც კი იხსნას. აი ნახეთ, ესეთი სიტყვები მოვისმინე მე გუშინ, რომ ცუდად ვიყავი, მეგობრები კი მშველოდნენ, თითქოს კარგად გამხადეს, თითქოს მიშველეს, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა და აი თქვენი თავი გამომიგზავნა ღმერთმა მე ესე ვთვლიო. აი ეს სიტყვები ძალიან ხშირად მესმის ხოლმე მეგობრებო პირადში და მადლობას გიხდით თქვენ ყველას, ვინც ამ სიტყვებს იმეტებთ და ხმამაღლა ამბობთ. ეს არის ერთმანეთში გვერდით დგომა, ერთმანეთის გვერდში დგომა და ეს არის ერთმანეთის გაძლიერება. მეტი სხვა არაფერი. არც ტყვიები, არც ბომბა და არც ატომური ბომბები არის გაძლიერება ერისა, ეს არის ერთმანეთის თანადგომა, არის ერთმანეთის სიძლიერება. ნანა ამბობს ქართველებს მისცა ღმერთმა ეს მიწა კი სწორედ იმ ქართველებს დღეს შემოდრებით რომ გარბიანად შეიძლება შორს საქართველოსთან. ნანა ისინი რო გარბიან იმათაც თავიანთი დანიშნულება აქვთ. ისინი რო არ გაქცეულიყვნენ ჩვენ ყველანი შიმშილით დავიხოცებოდით. ისეთი დრო აქვს საქართველოს გადატანილი და თქვენ არ გეგონოთ რომ საქართველოს ბიუჯეტი ივანიშვილის მხრებზე დგას. საქართველოს ბიუჯეტი დგას საქართველოსთან წასულ ოჯახ დატოვებულ დედების ზურგზე მეგობრებო. საქართველოს ბიუჯეტი და საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ და მხოლოდ მათ ზურგზე დგას და მათი გადარჩენილია ქართველები. თქვენ არ გეგონოთ რომ ან ილია მეორემ გადაარჩინა საქართველო, ან კიდე ივანიშვილმა საქართველო გადაარჩინეს წასულმა დედებმა და ვისურვებ რომ ისინი დაებრუნებინოს ღმერთს ისევ თავიანთ სამშობლოში უღოდ დიდებით და სიხარულით. აქ ყველა საუკეთესო პერსპექტივით, რაც კი დედამიწაზე არსებობს, მათთვის მიეცეს და მათთვის ჩაეგდოს ხელში, ვინც საქართველო გადაარჩინა. თავისი შრომით და თავისი წვალებით. ამინ, ამენით იესო ქრისტე, გემშვიდობებით ეხლა მეგობრებო, გაკოცეთ.